ძალიან არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ არ შეიძლება რომ არ თქვა. მეგობრებო, წმინდა დღეებში განსაკუთრებით ადამიანები ჯადოს აკეთებენ ეკლესიაში. კიდევ ვიძახი, არა მარტო წმინდა დღეებში და არა მარტო ეკლესიაში, მაგრამ განსაკუთრებით როგორც ჯადოქრები, ასევე, იმიტომ რომ ყველაფერი ამ დღეებში გაკეთებული, ეს იქნება კარგი თუ ცუდი თუ წმენდა თუ ასე შემდეგ, ყოველთვის უფრო კარგად და ადვილად მუშაობს. ეს იქნება წმენდა, მიბმა თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამიტომაც ამდენი ძალიან ბევრი ხალხი მყავს ამ პერიოდებში, რა თქმა უნდა, გარდა აღდგომა დღისა და წითელი პარასკევისა, ეს ორი დღეა, როდესაც მე არ მუშაობ, დანარჩენი ყველა დღე მე ვმუშაობ. ეხლა გეტყვით, რატომ არ მიყვარს თემაზე საუბარი, რაც მე მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ჯადოს გაკეთება ბავშვების მხრივ. მაგალითად, თქვენთან სახლში მოდის ადამიანი, რომელიც ძალიან ვითომ კარგად არის განწყობილი თქვენდამი და ბავშვებს მოუტანს სათამაშოს. ან თქვენ მოგიტანთ რაიმე სურათს, რაიმე სუვენირს, ან რაიმე განსაკუთრებით ბოლო დროს გახშირდა ბავშვებისათვის სათამაშოს მოტანა და სინამდვილეში ეს სათამაშო არის ჯადო გაკეთებული. ეხლა რატო გახშირდა სათამაშოს მოტანა? იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენ ეჭვს ვერ აიღებთ, მეორე ვერ წარმოიდგენთ რომ ჯადოა გაკეთებული და თავისუფლად დებთ ოჯახში და ბავშვებთან. ამიტომ ბავშვები ხშირად ავადობენ ესეთ ოჯახებში და ამ ოჯახის საქმე, განსაკუთრებით კაცები ხშორდებიან, ან საყვარლებს იჩენენ ქმრები, ხო, მიდრეკილი არიან ამისაკენ, ან ქალს ეწყება ჯანმრთელობის პრობლემები. მოკლედ, ძალიან მიღებული პრაქტიკაა ბავშვებისათვის. ბოდიშით მეგობრებო, ეს ჩემი ძაღლია. მიღებული ფაქტია ეს, რომ ბავშვებს ჩუქნიან სათამაშოს და აკეთებენ ამით ჯადოს. დღეს მქონდა ესეთი შემთხვევა, უბრალოდ გუშინ უკაცრავად, რომ ფრჩხილები და თმები საწოლის ქვეშ იპოვა ჩემმა კლიენტმა და სავარაუდოდ უკეთებდა დაქალი, იმიტომ რომ სხვა მის სახლში დიდად არავინ არ შედის. ეს ადრეც მქონდა მეგობრებო ესეთი შემთხვევა ერთ-ერთ ცნობილ ადამიანზე, მაგრამ როგორც შანსს, ფრჩხილების და თმის პრაქტიკა ძალიან კიდევ პოპულარული გახდა. ეს არის საშინელება მეგობრებო და ამიტომ გავუფრთხილეთ